გადარჩებოდა გრიზლის დათვი ამაზონის ჯუნგლებში? ამაზონის ტყე დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია. ამაში დასარწმუნებლად ღამე ამ ტყის ხმების მოსმეაც კი საკმარისია. ხოლო ამაზონის ხმებიდან გამომდინარეც კი მიხვდებით თუ რამდენი მტაცებელი ბინადრობს იქ. დღევანდელ ვიდეოში ვაპირებთ, რომ ამ მტაცებლების სიას კიდევ ერთი დავამატოთ. მოკლედ, დღეს განვიხილოთ იმას, გადარჩებოდა თუ არა გრიზლის დათვი ამაზონის ჯუნგლებში. ამაზონის ტროპიკული ტყე საცხოვრებლად საუკეთესო ადგილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ისეთი ცხოველისთვის, როგორიც გრიზლია, შეუძლებელი თითქმის არაფერია. გრიზლის დათვები. სანამ ამ დათვებს ამაზონის ჯუნგლებში გადავასახლეთ, მოდით მათ შესახებ ცოტა რამ გავიგოთ. მოდით პირველ რიგში განვიხილოთ ის თუ სად ცხოვრობენ ეს დათვები დღეს. გრიზლის დათვი რეალურად არის მურა-დათვის ერთ-ერთი ქვესახეობა. გრიზლის დათვები მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ბინადრობენ. მეცნიერებს შეათ, რომ ისინი პლეისტოცინის იგივე დიდი გამყინვარების დროიდან ცხოვრობენ ჩვენ პლანეტაზე. გრიზლის დათვები ისტორიის მანძილზე იკავებდნენ თითქმის მთელ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს. ამის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე 10 წლებში ამ დათვების ჰაბიტატი საგრძნობლად შემცირდა. გრიზლის დათვები ჩრდილოეთით შედარებით ცივი ტერიტორიებისკენ გადავიდნენ საცხოვრებლად. გრიზლის დათვების ტერიტორიის შემცირებას რამოდენიმე მიზეზი აქვს. ასეთი მიზეზებია ნადირობა, ურბანიზაცია, ანუ ცივილიზაციის გაზრდა და კლიმატის ცვლილება. გრიზლის დათვებმა საცხოვრებელი ტერიტორიის შემცირების მიუხედავად თავიანთი ზომა შეინარჩუნეს. ამ დათვებს შორის ზომით სანაპიროზე მცხოვრები დათვები გამოირჩევიან. ეს იმიტომ ხდება, რომ სანაპიროზე მცხოვრებ დათვებს თევზზე მეტი ზნომა აქვთ. მამრი დათვები ხშირად იწონიან 385 კილოს ან მეტრს, სიგრძეში მერყეობენ 1.8-დან 2.4 მეტრამდე და საშუალოდ ხრის სიმაღლე აქვთ 1 მეტრი. ანუ საშუალო გრიზლის დათვი 4 ფეხზე მდგარი არის საშუალო ადამიანის სიმაღლის ნახევარზე მეტი. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ დათვს დატოლებას არავინ არ დაუწყებს და უმეტესობა ადამიანები მის დანახვაზე გაიქცევიან. მინდა გითხრათ, რომ ოლიმპიური ათლეტი რომც იყოთ, დათვს სწორგზაზე მაინც ვერ გაიქცევით. პირველი მიზეზი, რატომაც გაქცევა ცუდია, ის არის, რომ დათვით თითქმის ყველა შემთხვევაში გამოგეკიდებათ, რადგან ეს მისი მტაცებლური ინსტინქტია. და თუ ფიქრობთ, რომ 300 კილოიანი დათვი ნელი იქნება და თქვენ ვერ დაგეწევათ, მაშინ ძალიან ცდებით. დათვები თავიანთი კუნთის და ცხიმის მასის მიუხედავად ძალიან სწრაფები არიან. არის უამრავი დაფიქსირებული შემთხვევა, სადაც გრიზლის დათვები აღწევდნენ 48 კმ/სთ სიჩქარეს. მათი მაქსიმალური სიჩქარე 56 კმ/სთ-ია. დღესდღეობით მაქსიმალური სიჩქარის რეკორდი ეკუთვნის უსეინ ბოლტს და ეს რეკორდი 53.9 კმ/სთ-ია. ამ სიჩქარესთან საშუალო ადამიანი ახლოსაც ვერ მივა. ამის გაგების შემდეგ შეიძლება ვფიქროთ, რომ ხეზე ასვლა საუკეთესო ვარიანტია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გრიზლის დათვებს ხეზე ცოცვად ძალიან კარგად გამოსცით. ეს გასაკვირი არა, იქიდან გამომდინარე, რომ მათი კლანჭები სიგრძეში 5-დან 10 სანტიმეტრამდე მერყეობენ. კვების რაციონი. გრიზლის დათვი მტაცებელია, მაგრამ არ ჭამს მხოლოდ ხორცს. დათვები ადამიანების მსგავსად ომნივორებად იცვლებიან. ანუ ცოტ-ცოტას ყველაფერს ჭამენ. გრიზლის დათვების საყვარელი საჭმელი მაინც თევზია. გრიზლის დათვი არც მკვდარი ცხოველების ლეშის ჭამას არ ერიდება. საჭიროების შემთხვევაში გრიზლი თავის დიდ ცხოველებზე ნადირობასაც არ ერიდება. ის ჭამს ბიზონებს, ლოსებს და შავ დათვებსაც კი. გრიზლი რომ ბიზონებზე და ლოსებზე ნადირობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას მარტივად აკეთებს. გრიზლი მასზე დიდი ცხოველების მონადირებისას ძალიან მთხილია. მას ბრძოლიდან დაზიანებებით გამოსვლა არ აწყობს. სწორედ ამის გამო დათვი ხშირად მამრ ლოსებს და ბიზონებს ერიდება. გრიზლი ნადირობისას ჩუმად აკვირდება ჯოგს და შესატევად შესაბამის დროს როცა ეს მომენტი დადგება, გრიზლი ძირითადად ჯოგის შედარებით სუსტ წევრებს უმიზნებს. მურა და გრიზლის დათვებს უყვარს მცენარეებიც. და მცენარეებს შორის მათი ფავორიტი კენკრაა. ისინი ყველანაირ კენკრას ჭამენ და ამით კმაყოფილებიც არიან. მეტიც კვლევები აჩვენებს, რომ ზოგ რეგიონში გრიზლის დათვის კვების რაციონის 90% მცენარეებისგან შედგება. საბოლოო ჯამში გრიზლის სადაც 14 კილოგრამის საკვები ჭირდება დღეში. ამდენი საჭმელი გრიზლის ორი მიზეზის გამო ჭირდება. პირველი მისი ზომაა და ლოგიკურია, რომ ამ ხელა ცხოველს ბევრი საჭმელი ჭირდება. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ გრიზლის დათვი ხშირ შემთხვევაში ზამთრის ირისთვის აგროვებს ცხიმს. დათვების უმეტესობა ზამთარში იძინებს მხოლოდ მაშინ თუ პირობები მოითხოვს ამას. ანუ მაშინ თუ აცივდება და თოვლი წამოვა. დღეს სადაც გრიზლის დათვები ცხოვრობენ, იქ ყოველთვის თოვლია ზამთარში. მაგრამ ადრე როცა კალიფორნიაში და მექსიკაში ცხოვრობდნენ, შედარებით იშვიათად იძინებდნენ ხოლმე ზამთარში. კლიმატის დათბობასთან ერთად შეიძლება მოხდეს ის, რომ დათვებმა რამდენიმე ათწლეულში ზამთარში საერთოდ აღარ დაიძინონ, რადგან შეიძლება ეს ადაპტაცია უბრალოდ აღარ დაჭირდეთ. ამაზონის ჯუნგლები. გრიზლის დათვების შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი ვიცით და მოდით ცოტა იმ ტყის შესახებაც გავიგოთ, რომელშიც მის გადასახლებას ვაპირებთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გრიზლის დათვებს თავიანთი არსებობის ისტორიაში ჯუნგლებში არასდროს არ უცხოვრიათ. მით უმეტეს ამაზონის ტროპიკულ ტყესთან ახლოსაც არ მისულან. მათი ისტორიული ჰაბიტატიდან ამაზონთან ყველაზე ახლოს ჩრდილოეთ მექსიკაა და ესეც ძალიან შორსაა, რადგან ამაზონის სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა. ამაზონი მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყეა და მისი 60% ბრაზილიაში მდებარეობს. მისი დანარჩენი ნაწილი იგავებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პერუ, კოლუმბია, ბოლივია, ეკვადორი, გუიანა, სურინამი, ვენესუელა და ფრანგული გუიანა. ამაზონში 4-ის მაგივრად 2 სეზონია. ეს სეზონებია მშრალი და წვიმიანი. წვიმიან სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ჰაერის ტენიანობის კოეფიციენტი 88%-ია. რაც შეეხება მშრალ სეზონს, ამ დროს ამაზონის საშუალო ტემპერატურა 27.7 გრადუსია.
ფარდობითი ტენიანობა კი 77%-ია. როგორც ხედავთ, ამაზონის ტროპიკული ტყე მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ ცხელია. ამასთან ერთად გვაქვს ძალიან მაღალი ტენიანობის დონე. ამ ჯუნგლებში მშრალი სეზონიც კი ძალიან ტენიანია. სწორედ ამ ტენიანობის გამოა ამდენი ჯიშის ხე ამაზონში. ნათქვამია, რომ აღმოჩენილი ჯიშების 10% მხოლოდ ამაზონში ბინადრობს. იმედი ვიქონიათ, რომ გრიზლი ამ სცენარეებში გზას გააგნევს და არ დაიკარგება. ამაზონში შეხვდებით 40,000 სახეობის მცენარეს, 2,000 სახეობის თევზს, 1800 სახეობის ფრინველს, 400 სახეობის ძუძუმწოვარს, 400 სახეობის ამფიბიას და 300 სახეობის რეპტილიას. ამაზონში შეხვდებით ისეთ ცხოველებს, როგორებიც არიან ზარმაცები, ირმები და ტაპირები. ასევე შეხვდებით ისეთ ტასებლებს, როგორებიც არიან ანაკონდა, შავი კაიმანი და დიდი კატები. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამაზონში ზოგი მტაცებელი მსხვერპლის როლსაც ირგებს. ახლა კი დროა, რომ ამაზონის მტაცებლების სავსე ეკოსისტემას კიდევ ერთი მტაცებელი გრიზლის დათვი დავამატოთ. ეს რა თქმა უნდა თეორიული შემთხვევა, მაგრამ პრაქტიკულად ნამდვილად არ ვიცი რა იქნება საჭირო ამის განსახორციელებლად. გრიზლი ამაზონში. მოკლედ ვთქვათ, რომ უკვე რამდენიმე გრიზლის დათვი ამაზონში გადმოვასახლეთ. ამ შემთხვევაში პირველი რამ, რასაც ისინი შეამჩნევენ, იქნება ტემპერატურა და ტენიანობა. ამაზონი გრიზლის დღევანდელ ჰაბიტატთან შედარებით ცხელია, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავებაც არაა ტემპერატურაში. გრიზლის დათვები სულ ცოტა ხნის წინ კალიფორნიაში ცხოვრობდნენ, სადაც საკმაოდ ცხელა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სიცხეს მარტივად შეეგუებოდნენ. ტენიანობას რაც შეეხება, გრიზლის დათვები ცხოვრობენ ალიასკაში, სადაც ფარდობითი ტენიანობა 77%-ია. პირველი ადაპტაცია, რომელსაც გრიზლი ამაზონის ჯუნგლებში გაავლის, ის არის, რომ ზამთარში აღარ დაიძინებს. მას საჭმელი ბევრი ექნება, მაგრამ ცხიმის დაგროვება არ მოუწევს. ეს ყველაფერი დათვს სიცხესთან შეგუებაში დაეხმარება. ამაზონის ჯუნგლებში, როგორც ვახსენე, 40,000-მდე სახეობის მცენარეა. გრიზლის დათვს ამ მცენარეების ჭამით შეუძლია შეივსოს თავის დიეტის 80-90%. ეს რა თქმა უნდა, მაშინ თუ გრიზლი იპოვის თავისი დიეტისთვის შესაფერის მცენარეებს და რაიმეთი თავს არ მოიწამლავს. ამაზონში უამრავი მომწამლავი მცენარეცაა. მომწამლავ მცენარეებთან ერთად ამ ტროპიკულ ტყეში არის დათვის საყვარელი კენკრაც. ეს სავარაუდოდ მისი დიეტის უდიდესი ნაწილი იქნება. კიდევ ერთი რამ, რაც თავს ძალიან უყვარს, თევზია. ამაზონში კი თევზის 2,000 სახეობას შეხვდებით. გრიზლი აქედან ზოგიერთს აუცილებლად უნდა მოერიდოს. ამის მიუხედავად 350 კილოიანი გრიზლის დათვი არაფრისთვის არაა მარტივი მეტოქე. ამის გამო მას სხვა მტაცებლებიც მოერდებიან. ამ ცხოველების და მცენარეების გარდა გრიზლის კიდევ უამრავი არჩევანია. ამის მაგალითები არიან ირმები, ტაპირები და მღრღნელები. ამაზონში ბინადრობს მსოფლიოში უდიდესი მღრღნელი, რომელსაც კაპიბარას ეძახიან. მოკლედ ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ რა მოხდებოდა მაშინ, თუ დათვი გადააწყდებოდა სხვა მტაცებლის მომადირებულ საკვებს? გრიზლის დათვი ამაზონში შეიძლება გადაიყაროს იაგუარს ან პუმას. იაგუარის სახუმარო ცხოველი ნამდვილად არ არის, ის 159 კილოგრამამდე იზრდება. ყველაზე დიდი იაგუარებიც კი გრიზლის დათვზე ორჯერ პატარები არიან. აქედან გამომდინარე, თუ იაგუარი გრიზლის დაინახავს, მაშინვე გაიქცევა ტერიტორიიდან. გრიზლის დათვი ამაზონში გადასახლების შემთხვევაში იქნება იქ ყველაზე დიდი მტაცებელი ძუძუმწოვარი. გრიზლის დათვს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს წყალთან ახლოს, რადგან შავი კაიმანები, რომლებიც ამაზონში ბინადრობენ, საკმაოდ დიდები იზრდებიან. ვიდეოში განხილული ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გრიზლი ამაზონში გადარჩებოდა. ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი თავიდან ძალიან გაუჭირდებოდა. მას მოუწევდა მაღალი ტემპერატურისთვის, ტენიანობისთვის და გარემო პირობებისთვის შეგუება. ასევე მოუწევდა ახალი ადაპტაციების გავლა და ახალი ჩვევების ჩამოყალიბება. სამაგიეროდ დათვს არ გაუჭირდება საკვების მოპოვება. იქიდან გამომდინარე, რომ აქ უამრავი მცენარე, მიწაზე მცხოვრები მსხვერპლი და თევზია. ამიტომ თუ გრიზლი მდინარესთან განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენს, ყველაფერი კარგად იქნება. ამაზონში უამრავი მტაცებელია, მაგრამ გრიზლის დათვი მათ უმეტესობაზე სწრაფია და რომელ მტაცებლებზე ნელიცაა, იმ მტაცებლებზე დიდი და ძლიერია. შეიძლება გრიზლი თავიდანვე ვერ გამხდარიყო ამაზონის მეფე, მაგრამ ჯერა რომ დროთა განმავლობაში მაგასაც მოახერხებდა. გადარჩევოდნენ მგლები ამაზონის ჯუნგლებში? გელი ძალიან აქტუალური ცხოველია და მისი სახელი ძალიან ხშირად გვესმის. ამის გამო საკმაოდ ძნელი დასაჯერებელია ის, რომ გელი პრეისტორიული ცხოველია და დაახლოებით 3 მილიონი წელია, რაც ჩვენ პლანეტაზე ბინადრობს. გელი აქამდე შემთხვევით ნამდვილად არ მოსულა. მას ძალიან მაგარი გადარჩენის უნარი აქვს, მაგრამ დღევანდელ ვიდეოში ამ კანით სრულიად განსხვავებულ გამოწვევას ვუმზადებთ. ის თავისი საცხოვრებლიდან გადაყავს მსოფლიოს მეორე ნაწილში. ანუ ვიდეოს ბოლოს გავიგებთ ამაზონის ჯუნგლში გადარჩენის რა შანსი ექნებოდა მგლების ჩვეულებრივ ხროვას, რა ადაპტაციების გავლა მოუწევდა და საერთოდ თუ გადარჩებოდნენ. პირველ რიგში განვიხილოთ მგლების საცხოვრებელს. ამაზონის ჯუნგლები მგლების დღევანდელი საცხოვრებელი გარემოსგან ძალიან განსხვავდება. ამიტომაც უნდა განვიხილოთ მგლების დღევანდელი ჰაბიტატი და შევადაროთ ის ამაზონს. მოდით ჯერ ვიტყვი იმას, რომ მგლების საკმაოდ ბევრი ქვეჯიში არსებობს და ეს ქვეჯიშები ტერიტორიის მიხედვით იყოფიან. ამის მიუხედავად ყველა მგელი ან რუხი ან წითელი მგლების სიაში შედის. ანუ პრაქტიკულად მგლების მხოლოდ ორი სახეობა არსებობს. ამ ორი ჯიშიდან ყველაზე მეტად ილას ცხოვრობს რუხი მგელი და ის არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი მსოფლიოში. რუხი მგელი დღესდღეობით გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდ ნაწილში მწვანედ მონიშნულ ტერიტორიებზე. მგლები არ ცხოვრობენ სამხრეთ ნახევარსფეროში.
ზომას რაც შეეხება ეკვატორიდან რაც უფრო ჩრდილოეთით წავალ შეგვხვდებიან უფრო და უფრო დიდი მგლები. ამ ლოგიკით თურქეთზე უფრო დიდი მგლები საქართველოში იქნებიან, საქართველოზე უფრო დიდი მგლები რუსეთში და რუსეთზე დიდი მგლები იქნებიან ალიასკაში. ეს ლოგიკა პრინციპში ვრცელდება კანადამდე, რადგან ყველაზე დიდი მგლები იქ არიან. ახლა მოდით შევეხოთ წითელ მგლებსაც. წითელი მგლები ერთ დროს შეერთებული შტატების დიდ ნაწილში ცხოვრობდნენ, კერძოდ აღმოსავლეთში, მაგრამ მას შემდეგ იმ ადგილას იმდენი ხალხი დასახლდა, რომ როა შემცირებულიყო მათი პოპულაცია უბრალოდ შეუძლებელი იყო. დღეს წითელი მგლები მხოლოდ ჩრდილოეთ კაროლინის რაღაც ნაწილში ცხოვრობენ. წითელ მგელზე შეიძლება გსმენიათ, რომ საქართველოშიც ბინადრობს. ეს ფაქტი სიმართლეს თლად არ შეესაბამება. ცხოველი, რომელსაც ჩვენ წითელ მგელს ვეძახით, ნამდვილად ბინადრობს ვაშლოვანის ნაკრძალში. უბრალოდ ეს ცხოველი მგელი არაა და ტურასთან უფრო ახლოსაა. მას არ აქვს ნომინალური სახელი ქართულად, ამიტომაც წითელ მგელს ვეძახით. ეს პრობლემას ქმნის, რადგან წითელი მგელი მართლა არსებობს და სულ სხვა ცხოველია. ალბათ ვიზუალურადაც შეამჩნიეთ განსხვავება. რუხი მგლები გავრცელებულები არიან ისეთ ადგილებში, როგორიცაა ტყეები, მთები, ტაიგა და ტუნდრა. ამას გარდა შედარებით სამხრეთით პატარა მგლები ცხოვრობენ უდაბნოებშიც, სადაც შედარებით მაღალი ტემპერატურაა. მგლებს ზოგადად ცხოვრება ციო ადგილებში ურჩევნიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვანაირ ჰაბიტატში ვერ იცხოვრებენ. მათ აქვს ძალიან მაგარი ადაპტაციის უნარი და თითქმის ყველგან შეუძლიათ გადარჩენა. ადაპტაციის უნარით რუხ მგელს არც წითელი მგელი ჩამორჩება. მოდით ახლა განვიხილოთ მგლების ფიზიკური მონაცემები და თვისებები. რუხი მგელი მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ზომით მეორე ადგილს კი წითელი მგელი იკავებს. რუხი მგელი წონაში ძირითადად მერყეობს 30-დან 80 კილომდე და სიგრძეში იზრდება 130-დან 205 სანტიმეტრამდე. მაგრამ მოკლედ ეს 205 სანტიმეტრი არის ძალიან იშვიათი და ყველაზე დიდი მგელი, რომელიც კი დაუფიქსირებიათ, იყო დაახლოებით ამხელა. ზოგადად მგელიაც უფრო ციურ კლიმატში ცხოვრობს, მით უფრო დიდია ხოლმე. ძირითადად იმიტომ, რომ მგლების სიცივეში მეტ ცხიმს ატარებენ და ეს ათბობთ. რა თქმა უნდა, ასეთ ადგილებში მეტი საკვებიც არის ხოლმე. რუხი მგელი ახლა მგლებს შორის ყველაზე დიდია, რა თქმა უნდა, ამაზონშიც მას გავაგზავნით. მაგრამ ის იქ მარტო არ იქნება, რადგან მგლები ხროვებად ცხოვრობენ. მგლების ხროვა ძირითად შემთხვევაში 6-დან 10-მდე მგლისაგან შედგება და ეს რიცხვი ზოგჯერ 30-საც აღწევს. ხროვის წევრი მგლები ერთად ცხოვრობენ და ნადირობენ. მათ ინფორმაციის გადაცემა შეუძლიათ არა მარტო სხეულის ენით, არამედ ხმებითაც. ზოგადად მგლების სოციალური წყობა საკმაოდ დიდი სირთულით გამოირჩევა. ამასთანავე აღსანიშნავია მგლების ჯგუფური ნადირობის უნარი. სხვათა შორის მგლები დიდი კატებისაგან განსხვავებულად ნადირობენ. ამაში გულისხმობ იმას, რომ ისინი ნადირობის დროს გამძლეობაზე არიან დამოკიდებულები. ამაში მგლები ადამიანებს გვანან. თუ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები მალე იღლებიან, მგლებს ეგ პრობლემა არ აქვთ. მგლების ხროვა სხეულის გაქცევის არ ეშინია, რადგან მგლებს შეუძლიათ իրემს იქამდე სდიონ, სანამ ის დაღლილობისგან არ წაიქცევა. მაგრამ საქმე აქამდე იშვიათად მიდის, იმიტომ რომ მგლებს ძალიან კარგად შეუძლიათ სხეულის ალყაში მოქცევა. ზოგადად ძალიან ძნელია დიდი მგლის ხროვის ალყიდან გამოსვლა, რადგან მგლები ერთადად ძალიან უეცრად ესხმიან სხეულს თავს, საკვილებს სიცოცხლისთვის საჭირო ორგანოებში ავლებენ. ყველაზე ძლიერ მგლებს აქვთ 1000 პიესაიდზე მეტი კბენის ძალა, მაგრამ ეს არც ისე ხშირია. მგლებს გამძლეობასთან ერთად სისწრაფეც არ აკლიათ. ისინი 48-დან 60 კმ/სთ-მდე სიჩქარეს თავისუფლად ავითარებენ. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იქნება ირმის მსგავსი სწრაფი მსხვერპლის დაჭერა. მგლის ყველა ამ თვისებიდან გამომდინარე, ის საკმაოდ წარმატებული მტაცებელია, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მის ჰაბიტატში პირველი ნომერი არ არის ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ მის საცხოვრებელ გარემოში ძირითადად მასზე დიდი და ძლიერი მტაცებლებიც არიან. მოკლედ, მგლებს საკმაოდ ხშირად დათვებთან, პუმებთან და კოიოტებთან კონკურენცია უწევთ. ამის მიუხედავად, მგელი ყოველთვის კვების ჩაჭრის სათავეშია და გადაშენას ყველანაირ პირობებში მუდმივად ახერხებს. მგლების ხროვას კონკურენციის გამო შეიძლება მოუწიოს ტერიტორიის შეცვლა. ამიტომ ამ მხრივ საკმაოდ მოქნილები არიან. ანუ მათ შეუძლიათ როგორც უფრო დიდი და ძლიერი მტაცებლისგან გამოჩნდება საფრთხე, მაშინ ვადგენად წავიდნენ იმ ტერიტორიიდან. შეიძლება ეს მაშინ თუ მგლებს ამაზონის ტროპიკულ ტყეში გადავასახლებთ. ამაზონის ჯუნგლები. ამ მგლებს ამაზონში გადავასახლებდეთ, მოდით მოკლედ განვიხილოთ ამაზონის დღევანდელი ეკოსისტემა. ამაზონის ტროპიკული ტყე სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს. ის ვრცელდება ბრაზილიის, ეკვადორის, კოლუმბიის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე. ამაზონის ტროპიკული ტყე მსოფლიოში უდიდესია და გამოირჩევა ძალიან მრავალფეროვანი ეკოსისტემით. ამაზონში ბინადრობს 3000 სახეობის თევზი, 1300 სახეობის ფრინველი და 400 სახეობის ძუძუმწოვარი. ამაზონს ცხოველების ენდემური ჯიშებიც ჰყავს. ამ ჯიშებში მოიაზრება ზოგი ირემი, ტაპირი, კაპიბარა და სათვალიანი დათვი. იაგუარსაც უკვე პრაქტიკულად მხოლოდ ამაზონში შეხვდებით. ის ამაზონის მეფედაც მოიაზრება. იაგუარი ზოგადად მსოფლიოში მესამე ყველაზე ძლიერი კატაა. ამის მიუხედავად ამაზონში მასზე დიდი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი არ დადის. ზომასთან ერთად იაგუარები სისწრაფითაც გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ მაქსიმუმ 80 კმ/სთ ირბინონ. იაგუარი გამოირჩევა უძლიერესი კბენით. მისი ყბის ძალა უტოლდება 1500 პიესაის. ამ კბენის ძალით იაგუარს შეუძლია დიდი კუსნიჟარა ჩვეულებრივ გადაეხოს. ამაზონის მცირე ნაწილში ბინადრობს სათვალებიანი იგივე ანდების დათვი, რომელიც შედარებით პატარაა. ის სიგრძეში 1.5 მეტრამდე იზრდება
და იწონის სადღაც 136 კილოგრამს მაქსიმუმ. ამაზონის კიდევ ერთი მტაცებელი კაიმანია. ის 2.1-დან 4.3 მეტრამდე იზრდება და იწონის 362-დან 453 კილოგრამამდე. ამაზონში კონკრეტულად ცხოვრობს შავი კაიმანი. ის წყალში და ხმელეთზეც ძალიან ძლიერია, მაგრამ რა თქმა უნდა წყალში უფრო სწრაფია. და თუ ამ არსების ყბებს შორის მოიქეცი, დიდი გადარჩენის შანსი ნამდვილად აღარ გაქვს, რადგან მისი კმენის ძალა 6000 psi-ზე მეტია. ამაზონის ტროპიკული ტყე ზოგადად საკმაოდ ტენიანი და თბილი ადგილია. შალ სეზონზე ამაზონში 27.7 გრადუსია საშუალო ტემპერატურა, საშუალო ტენიანობა კი 77%-ია. ჯუნგლებში არც წვიმიან სეზონზე არცივე. წვიმიან სეზონზე ამაზონში საშუალო ტემპერატურა 25.5 ცელსიუსია, ფარდობითი ტენიანობა კი 88%-ია. როგორც ხედავთ, ჩრდილოეთ ამერიკასთან შედარებით ძალიან განსხვავებული პირობებია. მოდით ნახოთ, რამდენად გაძლევს გელი ასეთ განსხვავებულ პირობებში. მგლები ამაზონში. მოვიდა დრო, რომ თეორიულად რამოდენიმე მგლების ხროვა გადავასახოთ ამაზონის ჯუნგლებში. მაინც გადავწყვიტე, რომ განვიხილო ერთი წითელი მგლების და ერთი რუხი მგლების ხროვა. მართალია რუხი მგელი უფრო დიდი და ძლიერია, მაგრამ შედარებით თბილ ტემპერატურას წითელი მგელი უფრო მიჩვეული, რის გამოც შეიძლება ამაზონში უკეთ გადარჩეს. ტემპერატურის უეცარი ცვლილება წითელ მგელს ნაკლებად შეაწუხებს, მაგრამ დიდი ალბათობით რუხი მგელი შეძწუნებული დარჩება. ამის მიუხედავად ჩვენ ვიცით, რომ მგლის ადაპტაციის უნარისუნდობა ყოველთვის შეიძლება. ანუ ესეც არაა გამოუვალი სიტუაცია. ამას იმიტომ ვიძახი, რომ რუხი მგელი დღესაც ბინადრობს არაბეთში, სადაც საკმაოდ თბილა. ამის მიუხედავად მგელი იქ გადარჩენას ახერხებს, უბრალოდ ზომაში ძალიან დაპატარავებულია. ეს ნაწილობრივ საკვების ნაკლებობას ეხება. მოკლედ, ჩემი აზრით, წითელი მგლები ბევრად უფრო მალე დაიწყებენ სიტუაციასთან შეგუებას და ნადირობას. რაც შეეხება რუხ მგლებს, მათ ალბათ ცოტა უფრო დიდი ხანი დასჭირდებათ ამ ყველაფრის გასაკეთებლად. ზოგადად მგლები ტყეებში ჩვეულებრივ ცხოვრობენ ხოლმე. ამიტომ ხეების დიდი რაოდენობა მათთვის პრობლემა არ იქნება. ისინი შედარებით გაშლილ სანადირო ტერიტორიასაც მალე იპოვიან და ხეების უკანას კარგად დაიმალებიან. ამაზონის მდინარის სიახლოვე წყლის დასავლელად მგლებისთვის კარგი იქნება, მაგრამ მათ სიფრთხილე თუ არ გამოიჩინეს, შეიძლება რამოდენიმე წამში უკვე ძალიან გვიანი იყოს. ამის მიუხედავად საკმარისია ერთი მგელი შეჯამოს შავმა კაიმანმა სხვების თვალწინ და მთელი ხროვა ისწავლის იმას, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ წყლის დალევის დროს. მგლებს ამაზონში საკვების შოვნა არ უნდა გაუჭირდეთ. მათ შეუძლიათ ჭამონ ტაპირები, ირმები, კაპიბარები და ჩიტები. მგლებს დიდად ნადირობის ტაქტიკის შესვლაც არ უწევთ, რადგან იგივე ტაქტიკა დიდი ალბათობით ამაზონშიც იმუშავებს. მგლების ხროვას ამაზონის ტროპიკულ ტყეში დათვებზეც არ ექნება სადარდელი. ისინი ხშირად ტერიტორიას იზიარებენ მურა და შავ დათვებთან. ამაზონის ტყეში კი მხოლოდ ანდების ანუ სათვალიანი დათვია და ისიც ძალიან პატარა ნაწილში. ანდების დათვი რუხ მგელზე ბევრად დიდი არაა. სამაგიეროდ ჩვენ მგლებზე ბევრად უფრო დიდი და ძლიერი იაგუარია. მისი კბენის მსგავსი მგლებს ჯერ არაფერი უნახავთ. ამიტომ მგლები მალე მიხვდებიან, რომ მტაცებლების სიაში პირველი ადგილი იაგუარს უნდა დაუთმონ. ეს პრინციპში პრობლემა არაა, რადგან მგელი საკმაოდ იშვიათად არის ხოლმე პირველი მტაცებელი. იაგუარი რამოდენიმე მგელს რომს დაუპირისპირდეს, ალბათ ძალიან გაუჭირდებათ მისი შეჩერება. ამიტომ მე მგონი უმჯობესია მგლებმა თავიანთი გამძლეობა გამოიყენონ და ტერიტორიიდან გაიქცენ. რა თქმა უნდა, თუ მთელი ხროვა არ უპირისპირდებიან იაგუარს. ეს სცენარი ერთი შეხედვით მგლებისთვის საკმაოდ კარგად ჟღერს. ისინი დიდ დათვებსა და პუმებს სვლიან პატარა დათვებში, კაიმანებში და იაგუარებში. ეს შეიძლება მგლებისთვის საკმაოდ მომგებიანი გასვლა აღმოჩნდეს. მათთვის უცხო და უცნაური მხოლოდ შავი კაიმანი იქნება და მასაც რამენაირად მიხედავენ. როგორც ვახსენე, ამაზონში საჭმელი მგლებს არ აკლდებათ, უბრალოდ მოუწევთ ერთი ადაპტაციის გავლა. ამაზონის თბილი კლიმატის გამო სავარაუდოდ მგლები ატარებენ ნაკლებ ცხიმს და ზომაშიც შემცირდებიან. რაც შეეხება ტენიანობას ვფიქრობ, რომ რუხი მგელი ბევრად უფრო მარტივად შეეგუება წითელ მგელთან შედარებით, რადგან მის ჰაბიტატში მეტი ტენიანობაა. მგლების ჯუნგლებში დასახლება ამაზონის მტაცებლებს დიდად არაფერს არ უსვლით. ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება იაგუარ მგლებმა საკვები წაართვან. ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციიდან მართლა წაგებული რჩება, არის ამაზონის მსხვერპლი. საბოლოო ჯამში რუხ და წითელ მგელს ორივეს აქვს თავისი უპირატესობები და სიზუსტეები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე გადარჩება ამაზონში. ამ ორი ჯიშიდან მაინც ვფიქრობ, რომ წითელ მგელს გადარჩენის ნაკლები შანსი აქვს, რადგან მას უწევს ტენიანობის ძალიან დიდ ცვლილებასთან შეგუება და რა თქმა უნდა უფრო პატარა და სუსტია. გადარჩებოდა ვეფხვი ამაზონის ჯუნგლებში? კატების დაახლოებით 40 სახეობა არსებობს, მაგრამ დიდ კატად აქედან მხოლოდ 7 მოიაზრება. ამ 7-ში შედის ლეოპარდი, იაგუარი, ლომი და ასე შემდეგ. დიდ კატებს შორის ყველაზე დიდი კი რა თქმა უნდა ვეფხვია. ვეფხვი თავის ახლანდელ ჰაბიტატში თავს რა თქმა უნდა კარგად გრძნობს. მაგრამ დღევანდელ ვიდეოში ვაპირებთ, რომ ვეფხვი თავის ჰაბიტატიდან წამოვიყვანოთ და ამაზონის ტროპიკულ ტყეში გადავასახლოთ. ამას რა თქმა უნდა გავაკეთებ თეორიულად და ვესწრებით განსაზღვროთ თუ რა მოხდებოდა. რა ადაპტაციების გავლა მოუწევდა ვეფხვს ან საერთოდ თუ გადარჩებოდა ამაზონში. ამას ვიდეოს ბოლომდე ერთად გავიგებთ.
ჰაბიტატი. მოდით განვიხილოთ ვებხობის დღევანდელი საცხოვრებელი. ეს დიდი კატები საკმაოდ პირველ ადგილას ცხოვრობენ, მაგრამ მათი ძირითადი ჰაბიტატი არის ტყეები, ასევე ჭაობები და მდელოები. ვებს რომ კარგი ადაპტაციის უნარი აქვს, ამას მისი განსახლების სქემითაც მივხვდებით. ისინი ცხოვრობენ როგორც რუსეთში, ისე ინდოეთში და ინდონეზიაშიც. ალბათ ბევრი ვერ მეხდით თუ რა შუაშია ეს საერთოდ. მაგალითად, თუ ინდონეზიაზე გადის ეკვატორი, ციმბირი საკმაოდ შორსაა ეკვატორისგან. ანუ ამ ორ ტერიტორიაზე ტემპერატურა და პირობები საკმაოდ განსხვავდება. ეს რა თქმა უნდა, ვებხვის პირობებზე მორგების უნარს კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს. უფრო უკეთ რო გავიგოთ, მოდით ვებხვის ადაპტაციის უნარის შევადაროთ იაგუარისას და ლომისას. იაგუარები ძირითადად სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობენ, მაგრამ ძალიან იშვიათად შეიძლება იაგუარს მექსიკაშიც შეხვდეთ. მოდით ახლა განვსაზღვროთ, საიდან სადამდე ცხოვრობენ იაგუარები. მოკლედ და კონკრეტულად იაგუარების ჰაბიტატი გადაჭიმულია 30-30 გრადუსით ჩრდილოეთ და სამხრეთით ეკვატორიდან. ამ ტერიტორიაზე ყველგან ერთი და იგივე პირობებია. რაც შეეხება ლომებს, ლომები ყველაზე ჩრდილოეთით ცხოვრობენ საჰარას უდაბნოს სამხრეთ ნაწილში, ყველაზე სამხრეთით კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთით. ეს ტერიტორია ვრცელდება ეკვატორიდან 15 გრადუსით ჩრდილოეთიდან 30 გრადუსით სამხრეთამდე. ამ ტერიტორიებზე დაახლოებით ერთნაირი პირობებია. როგორც ხედავთ, იაგუარები და ლომები ერთი კონკრეტული სახის გარემოში ცხოვრობენ. მათი ტერიტორია ეკვატორთან ახლოსაა. რაც შეეხება ვებხობს, ისინი ცხოვრობენ როგორც ეკვატორზე, ასევე ეკვატორიდან 50 გრადუსით ჩრდილოეთით. ეგ იმას ნიშნავს, რომ ვებხობს შეუძლიათ გაუძლონ ეკვატორის სიცხეს და ტენიანობას და ამავდროულად გადარჩენ ციმბირის ცივ კლიმატში. ამას ემატება ის, რომ ვებხობს რუსეთში სეზონურ ცვლილებებთანაც უწევთ გამკლავება. ვებხები. სანამ ვებხობს აზიიდან ამაზონის ჯუნგლში გადავასახლებთ, მოდით ცოტა მეტ დეტალს დავუკვირდეთ მათ შესახებ. ჯერ რამოდენიმე სიტყვით განვიხილავ ვებხობის კვების რაციონს. ვებხები ჭამენ ისეთ დიდ ცხოველებს, როგორებიც არიან ტახები, კამეჩები და ირმები. ასეთი საკვები გარშემო თუ არ მოიძებნება, ვებხვი პატარა მაიმუნებსაც ჭამს და ვებხვ თუ შესაძლებლობა მიეციის, საქონელსაც შეჭამს. ეს ზოგან საკმაოდ დიდი პრობლემაა. ამ დიდი კატის რეგიონში ხანდახან ნიანგსას და მისნაირ რეპტილიებსაც შეხვდებით. ვებხები სანადიროდ უფრო ხშირად ღამე გამოდიან. მათი კამუფლაჟი როგორც დღე, ასევე ღამე ძალიან კარგად მუშაობს. მით უმეტეს მაღალ ბალახში და ტყეებში. ამის სადემონსტრაციოდ ახლა მე ავიღებ ამ ფოტოს ერთ-ერთი ძალიან პოპულარული ვიდეოდან. ამ ვიდეოში ვებხვი თავს ესხმის სპილოზე შემჯდარ ადამიანს. საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ახალ სადაც ამაქვს მონიშნული, იქ არის ვებხვი. მე თითქოს ეს ვებხვი არსაიდან ჩდება და სპილოზე ახტება ამ ადამიანს. სხვადასხვა იმ ხელაზე ახტა, რომ მიწდა და ხელის კი გაუხლიჩა შუაზე. ვებხვი კვირაში ერთხელ დაახლოებით 34 კილოგრამ ხორცს ჭამს. ამის მიზეზი ისაა, რომ ის დაახლოებით 7 დღეში ერთხელ ახერხებს ხორბლის წარმატებულად მონადირებას. ვებხვს ნადირობაში თავისი სისწრაფეს ეხმარება. ის 65 კმ/სთ-ამდე სიჩქარეს ავითარებს. მოკლედ ვებხვს ბევრი ცხოველი ვერ გაექცევა. მე მგონი უკვე ვახსენე, რომ ვებხვი ყველაზე დიდი კატაა მსოფლიოში, მაგრამ ზუსტად არ დამიკონკრეტებია რამ ხელაა. ციმბირული ვებხები სიგრძეში აღწევენ 3 მეტრს და იწონიან მაქსიმუმ 300 კილოგრამს ბუნებაში და ეგეც ძალიან იშვიათად. ახლა კი უკვე დრო მოვიდა განვიხილოთ ამაზონის ჯუნგლები, რომელშიც ვებხვის გადასახლებას ვაპირებთ. ამაზონი მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყეა. ის 6.7 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ფარავს და დედამიწის ფილტვებადაც კი მოიხსენიება. ამას იქიდან გამომდინარე ეძახიან, რომ ამაზონი თავისი ზომის გამო გამოყოფს დედამიწის ჟანგბადის მნიშვნელოვან ნაწილს. სამწუხაროდ ჯუნგლი ყოველდღიურად მცირდება და შესაბამისად მისი გამოყოფილი ჟანგბადის რაოდენობაც მცირდება. ამაზონის ტროპიკული ტყის განადგურების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სათანადოდ ვერ აფასებს მის მნიშვნელობას. ის ხალხი, ვინც ამაზონში მიწას ფლობს, ზოგჯერ სპეციალურად უკიდებს ხოლმე ტყეს ცეცხლს იმისთვის, რომ ადგილი მოასუფთავოს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გონიათ, რომ ხშირი ჯუნგლი არაფერში ჭირდებათ და ხეები ისედაც ყველგანაა. ამას ემატება ისიც, რომ ხანდახან ადგილობრივები ხეების უიშვიათეს ჯიშებს შეშად იყენებენ, რაც თავისთავად ძალიან აზიანებს ეკოსისტემას. ამაზონის უკვე ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ამიტომ მინდოდა დღეს ცოტა განსხვავებული ინფორმაცია მომეწოდებინა ამაზონის შესახებ. მოკლედ მოდით ვებხებს დავუბრუნდეთ. ვებხები ცხოვრობენ აზიის ტროპიკულ ტყეებში, აქედან გამომდინარე მათთვის კლიმატი დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. მათთვის პრობლემა არც ტენიანობა იქნება და არც ტემპერატურა, რადგან პრაქტიკაში ვხედავთ, რომ ამ ყველაფერთან ადაპტაცია შეუძლიათ. ხო, მაგრამ რა შეჭამს ამაზონში ვებხვი? ან საერთოდ თუ ეყოფა ამაზონში არსებული საკვები? როგორც უკვე ვახსენე, ვებხვი უპირატესობას ანიჭებს შედარებით დიდ მსხვერპლს, მაგრამ როცა საშუალება არ აქვს, პატარა მსხვერპლსაც ჭამს. ამაზონში ვებხვს შეიძლება კაპიბარაზე ნადირობა, რომელიც მსოფლიოში უდიდესი მღრღნელია. ის საშუალოდ 67 კილოს იწონის. ასევე სასურველი მსხვერპლი იქნებოდა ტახი, რომელიც ამაზონში 77-დან 100 კილოგრამამდე მერყეობს. თუ იმას გავითვალისწინებთ, თუ რამდენი ტახია ამაზონში, ეს პატარა ნამდვილად არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ ამაზონში ამაზე დიდი მსხვერპლიცაა.
და ეს რა თქმა უნდა ტაპირია. ტაპირები არიან ცხენის და მარტორქის მონაცესავე ცხოველები, რომლებიც 150-დან 300 კილოგრამამდე იწონიან. ეს ჩვენი კაცისთვის საკმაოდ უღეულობა იქნება. ამასთან ერთად ტაპირის მონადირება ვეფხს ნამდვილად არ გაუჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ 300-დან 554 კილოგრამამდე ზომის კამეჩებზე ნადირობს. ამაზონში ვეფხს ამ ყველაფერთან ერთად დახვდებიან ზარმაცებიც, რომლების მონადირებაც პრობლემას საერთოდ არ იქნება. ამაზონში შეხვდებით რამდენიმე ჯიშის ირემსაც. შეგახსენებთ, რომ ირმებს ვეფხვი ისედაც ჭამს. სუსტად იგივე შეიძლება ითქვას ამაზონის ბინადარ მაიმუნებზე. მოკლედ, ამაზონში ცხოვრებაში ვეფხს თუ რამე ხელს შეუშლის, ეს საკვების ნაკლებობა ნამდვილად არ იქნება. ამის მიუხედავად ვეფხს რაღაც კონკურენტები მაინც ეყოლება. მტაცებლები ამაზონში. ამაზონის ცაში პირველი მტაცებელი ჰარპია არწივია. ის სიმაღლეში 1 მეტრია და 9 კილოგრამს იწონის. არწივი ვეფხვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამაზონის მდინარეში ბლომად შეხვდებით შხამიან გველთევზებს. ისინი სიგრძეში 2-5 მეტრამდე, წონაში კი 18 კილომდე აღწევენ. გველთევზა საკმაოდ საშიში ცხოველია, მაგრამ არ ამგონია ვეფხს რამე დააკლოს. სხვადასხვა ამაზონის მდინარეში ზვიგენებიც ცხოვრობენ. უფრო კონკრეტულად ხარისებრი ზვიგენები. ზვიგენების ეს ჯიში 90-დან 126 კილოგრამამდე მერყეობს. ზოგადად მარტივია, რომ ხედავობიდან გამოგვჩეს ამაზონის მდინარეში ზვიგენების არსებობა. ამიტომაც ჩავსვი ამ ვიდეოში ისინი. მოკლედ, ხარისებრი ზვიგენი თავისუფლად არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატო უნდა იყოს წყალში ვეფხვი ძალიან მთხრილად. მაგრამ დამიჯერეთ, ეს ერთადერთი მიზეზი არ არის. კიდევ ერთი საშიში არსება, რომელიც წყალში ბინადრობს, შავი კაიმანია. ის ხმელეთზეც ნადირობს. ვეფხვებს ნიანგებთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ, მაგრამ ძალიან დიდიც არა. აქედან გამომდინარე, ხმელეთზე ვეფხვი კაიმანს გაუმკლავდება, მაგრამ ჯობია წყალში მისგან თავი შორს დაიჭიროს. ამაზონის ანაკონდა 9 მეტრამდე იზრდება სიგრძეში და 250 კილოგრამამდე იწონის. ვეფხს მასთან ბრძოლა გაუჭირდებოდა, მაგრამ ჩემი აზრით ბოლოს მაინც დაამარცხებდა. დიდი ალბათობით არც ანაკონდა არ გარისკავს ვეფხზე თავდასხმას და არც პირიქით არ მოხდება. და რა თქმა უნდა, როცა ამაზონის ჯუნგლებზე ვლაპარაკობთ, იაგუარს ვერ ავწდებით. იაგუარი ამაზონში დღეს ყველაზე დიდი კატაა, მაგრამ ვეფხვი თუ იქ გადავასახლეთ, ასე აღარ იქნება. იაგუარები სიგრძეში 2,4 მეტრს აღწევენ, წონაში კი 160 კილოგრამს. იაგუარი საკმაოდ ჭკვიანი ცხოველია და დიდი ალბათობით თუ ვეფხვს გადაეყრება, მასთან შებრძოლებას არც კი იფიქრებს, რადგან მაშინვე მიხვდება, რომ მისი ზოლებიანი ნათესავი მასზე ბევრად დიდი და ძლიერია. ამიტომ არ ამგონია, რომ ვეფხვს იაგუარმა რაიმე პრობლემა შეუქმნას. ვეფხვი და იაგუარი ერთმანეთს საკმაოდ ბევრი რამით გვანან. ამიტომ თუ იაგუარს ამაზონში შეუძლია ძალიან კომფორტულად გადარჩენა, ამას ვეფხვით შეძლებს. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი აზრია. ვეფხს ამაზონში არც საკვების პრობლემა ექნება, არც წყლის, არც ტემპერატურის, არც ტენიანობასთან შეგუების და არც არაფრის პრინციპში. უბრალოდ ვეფხს ისევ როგორც ყველა სხვა ცხოველს ამ სერიებში მოუწევს, რომ ამაზონის მდინარეს მოერიდოს, რადგან ერთადერთი ცხოველები, რომლებსაც მისი მოკლა შეუძლიათ, სწორედ ამაზონის მდინარეში ბინადრობენ. მთელი ჯუნგლის ტერიტორიაზე ხმელეთზე მასზე ძლიერი საერთოდ არავინაა. ჩემი აზრით, ვეფხს მოუწევს მხოლოდ ერთადერთი ადაპტაციის გავლა. ამ დიდ კატას საკმაოდ უყვარს ცურვა და ამაზონში გადასახლების შემთხვევაში მოუწევს, რომ გადაეჩვიოს. ვეფხს ამაზონის ჯუნგლში გადარჩენაში სხვა არაფერი არ უშლის ხელს, ამიტომ ის იქ თავისუფლად გადარჩება. გადარჩებოდნენ ლომები ამაზონის ჯუნგლებში? ამაზონის ჯუნგლი ანუ ჰილია ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა დედამიწაზე. გასაკვირი არაა, რომ ეს ტყე ბევრი არსებისთვის სახლია. აქ ცხოვრობს დაახლოებით 3000 ჯიშის თევზი, 1300 სახეობის ფრინველი და 420 ძუძუმწოვარი. მაგრამ რა მოხდებოდა თუ ამ 420 ძუძუმწოვარს კიდევ ერთ დაუმატებდით და ლომებს ამაზონის ტროპიკულ ტყეში დავასახლებდით? იბატონებდნენ ისინი ამ მიწაზე თუ ნელ-ნელა გადაშენდებოდნენ. მოდი ჯერ გადავხედოთ იმას, თუ ახლა სად ცხოვრობენ ლომები. მოდით დავიწყოთ იმით, რომ ლომები არ ცხოვრობენ ამაზონის ჯუნგლებში. მათ სამხრეთ ამერიკის მთელ კონტინენტზეც კი ვერ შეხვდებით. ამიტომ მოდით პირველ რიგში დავაკვირდეთ დღევანდელი ლომების ჰაბიტატს. იმიტომ რომ ამაზონთან საკმაოდ დიდი მსგავსებებიცაა და რადიკალური განსხვავებებიც. პირველი მსგავსება ლომების ძირითად ჰაბიტატსა და ამაზონს შორის არის განედი. ეს არის ერთგვარი კოორდინატთა სისტემასთან მიმსგავსებული ერთეული. ამაზონის ჯუნგლების ძირითადი ნაწილი არის ბრაზილიის ტერიტორიაზე. ჯუნგლის დანარჩენი ნაწილი ვრცელდება ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ვენესუელა, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, ბოლივია და სხვა. ამაზონის ტროპიკული ტყე თითქმის ზუსტად ეკვატორზე მდებარეობს. ის ვრცელდება 5 გრადუსით ეკვატორის ჩრდილოეთით და 15 გრადუსით ეკვატორის სამხრეთით. ახლა გადავხედოთ იმას, თუ სად ცხოვრობენ ლომები. ლომების პატარა დასახლება შეხვდებით ინდოეთში, კერძოდ გირის ტყეში. ამ ლომებს აზიური ლომები ეწოდებათ. ეს ლომების ერთადერთი სახეობა, რომელიც აზიაში შემოშდა დღესდღეობით, მაგრამ იყო დრო, როცა ლომები ევრაზიის დიდ ნაწილში სახლობდნენ და მათ შორის საქართველოშიც ბინადრობდნენ. დღესდღეობით ისინი ძირითადად ბინადრობენ საჰარის სამხრეთ ნაწილიდან კეთილი იმედების კონცხამდე, ანუ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამდე. ლომების ამ გეოგრაფიული გავრცელების განედით ჩრდილოეთით ეკვატორიდან არის დაახლოებით 15 გრადუსი, სამხრეთით კი 30 გრადუსი. როგორც ხედავთ, ამ მხრივ ლომების საცხოვრებელი საკმაოდ ახლოსაა ამაზონის ტყესთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორ ადგილას არის დაახლოებით ერთი ზღვის დონე,
ასევე არის მსგავსი ტემპერატურაც და სხვა წვრილმანი რაღაცეებიც. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ლომების საცხოვრებელს რო დაუკვირდეთ, ისინი არ არიან მიჩვეული ამაზონისნაირ ადგილას ცხოვრებას. ლომები არც თლად უდაბნოებში ცხოვრობენ და არც ჯუნგლებში. მათი საცხოვრებელი მერყეობს სავანის გარშემო. ამის გამო ამაზონის ჯუნგლები ლომებისთვის ზედმეტად ნესტიანი ადგილია. ყოველ შემთხვევაში იმასთან შედარებით, რასაც მიჩვეულები არიან. სამაგიეროდ ტროპიკულ ტყეში ან ჯუნგლში არის მეტი ჭრილი და მზე ნაკლებ პრობლემა შეუქმნათ ლომებს. იმისთვის რომ გავიგოთ გაუმკლავდებოდნენ თუ არა ლომები ამაზონს, მოდი გადავხედოთ მათ ზომას. წულომები სიგრძეში 2.1-დან 2.4 მეტრამდე იზრდებიან და წონაში სადაც 160 კილოგრამის გარშემო მერყეობენ. ხვადი ლომები იზრდებიან 2.7-დან 3 მეტრამდე და იწონიან დაახლოებით 227 კილოგრამამდე. მოკლედ, ვისაც გაინტერესებს ეს არის ოკავანგოს დელტის საშუალო ლომის მონაცემები და მოკლედ კუდი შედის სიგრძეში. მოკლედ, ლომი თავისი მტკიცე აგებულებით და განიერი თავით მეორე ყველაზე დიდი კატაა მსოფლიოში. სწორედ ამიტომაა ლომი აფრიკის უდავო მეფე და ამიტომაა კვების ჯაჭვის სათავეში. რა თქმა უნდა, აფრიკა ძალიან საშიში კონტინენტია და აქ მტრები ყავთ ლომებს, მაგრამ კოპლებიანი აფრების მაგალითად არ არიან ისე ძლიერები, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ ერთ-ერთზე. ამის გამო ლომი კონტინენტზე უძლიერესი მტაცებელია. ყოველ შემთხვევაში მას მიწაზე წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. ლომები ძირითადად ჭამენ ისეთ ცხოველებს, რომლებიც 50-დან 500 კილოგრამამდე არიან, რადგან სხვა წონის ცხოველებზე ნადირობა არ უღირთ. მათი საყვარელი მსხვერპლები მაინც ზებრები და ანტილოპები არიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ კრიზისულ პერიოდში საჭმელს ვერ იპოვიან, უფრო პატარა მსხვერპლებს ნადირობენ ხოლმე. მაგრამ ყოველთვის თვითონ არ უწევთ ნადირობა. იმ შემთხვევაში, თუ თვითონ ვერაფერში ნადირებენ, ლომებს ჩვევიათ აფრებისთვისა და ლეოპარდებისთვის ნანადირების წართვევა. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას გეპარდებზე და სხვა შედარებით სუსტ ცხოველებზეც, რომლებიც აფრიკაში ბინადრობენ. ლომები ძირითადად ნადირობენ ჯგუფებად. მაგრამ არსებობენ მამრი ლომებიც, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და მარტო ნადირობენ. მაგრამ მამრი ლომები ძირითადად მარტო დიდი ხანი არ რჩებიან ხოლმე. რაც შეეხება ლომების სანადირო ჯგუფს, ის ძირითადად სულ დედალი ლომებისგანაა დაკომპლექტებული. რაც შეეხება ნადირობის ხერხებს, ისინი თავიანთ ჩასაფრების უნარს და გუნდურობას იყენებენ. ლომების ოქროსფერი შეფერილობა ხელს უწყობთ მათ იმაში, რომ ჩაუსაფრდნენ თავიანთ ცხოვრებს და მერე უცებ დაესხან თავს. მათ ადგილიდან აჩქარების საკმაოდ კარგი უნარი აქვთ, მაგრამ თავიანთ ცხოვრებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ მისდევენ ისევე როგორც სხვა დიდი კატები. ეს ზოგადად იმის ბრალია, რომ კატებს შედარებით პატარა ფილტვები აქვთ. ლომებზე უკვე საკმარისი რამ გავიგეთ, ახლა კი უნდა დავადგინოთ შეეგუებოდნენ თუ არა ისინი ამაზონის ესეთ კლიმატს. საუბარია იმ სცენარზე, სადაც ადამიანები ლომებს ამაზონში ხელოვნურად გადაიყვანენ. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამაზონის ტყე არის საკმაოდ ცხელი და ნესტიანი. სიცხეს ლომები საკმაოდ შეჩვეულები არიან, მაგრამ ნესტზე იგივეს ვერ ვიტყვით. ამაზონის ჯუნგლებში წვიმიანი ამინდის დროს ჰაერის ტემპერატურა არის საშუალოდ 26 გრადუსი და ფარდობითი ტენიანობა ეგრეთ წოდებული არის 88%. მინდა გითხრათ, რომ ამაზონის ტროპიკულ ტყეში ყოველდღე წვიმს. რაც შეეხება მშრალ ამიდს, ამ დროს ამაზონში საშუალოდ 28 გრადუსი ტემპერატურაა, საშუალო და 77% ფარდობითი ტენიანობა. ეხლა ეს რიცხვები არაფერს არ ნიშნავს თქვენთვის დიდი ალბათობით, ამიტომ მოდი შევადაროთ მაგალითად სავანა, სადაც ლომები ცხოვრობენ. როგორც თქვი, აფრიკიდან ჩამოსახლებულ ლომებს ამაზონის ტემპერატურით ვერ გააკვირვებს, მაგრამ აფრიკაში დაახლოებით ასეთ ტერიტორიებზე 70% ფარდობითი ტენიანობაა. ამაზონის ტემპერატურას ლომები მიჩვეულები არიან, რადგან მათ ტერიტორიაზე სადღაც 20-დან 30-მდე ცელსიუსი არის საშუალო ტემპერატურა. როგორც ალბათ ყველამ დაასკვნის, სიცხე ლომებისთვის დიდი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ ტენიანობასთან შეგუება მოუწევთ აუცილებლად. ის ფაქტი, რომ ლომები დღეს ტროპიკულ ტყეებში არ ცხოვრობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მათ ეს არ შეუძლიათ. მეტის დიდი ალბათობით ისინი ადრეც ცხოვრობდნენ ასეთ ტერიტორიებზე. თავიდანვე უნდა ითქვას ის, რომ ტროპიკულ ტყეებში ლომები აშკარად აგრძნობენ კომფორტულად თავს, რადგან აფრიკის ტერიტორიაზე არის ასეთი ტყეები და რომ მოსდომებოდათ იცხოვრობდნენ იქ. ანუ როგორც ჩანს, სავანაში ცხოვრება ურჩევნიათ. ზოგადად ლომებს ბევრ სხვადასხვა ტერიტორიაზე განუცდიათ ადაპტაცია. ამიტომ საერთოდ არაა გამორიცხული, რომ ამაზონში დროთა განმავლობაში თავი ძალიან კარგადაც იგრძნონ. ეს რა თქმა უნდა მარტივი არ იქნება და ამისთვის მათ ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა მოუწევთ. პირველ რიგში ლომებს დიდი ალბათობით მოუწევდათ მეტი ენერგიის შენახვა. ამის მიზეზია ამაზონის ოდნავ მაღალი საშუალო ტემპერატურა და ასევე მაღალი ტენიანობა. ამაზონში სანადიროდ ლომებს მეტი ენერგია დასჭირდებოდათ. მაგრამ ჩვენ ვიცით ის, რომ ლომებს აფრიკაში არ უჭირთ დასვენება და ჭრილით მოძებნა, შესაბამისად უფრო მარტივად დაისვენებდნენ ამაზონში. აქ არის კიდევ ერთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ფაქტორი. ლომებს აფრიკაში უჭირთ წყლის მოპოვება და ხანდახან 1-2 დღე ჩერდებიან წყლის გარეშე და ამაზონის ტყეში ეს არ იქნებოდა პრობლემა. ლოგიკურად შეიძლება იმის ფიქრი, რომ ლომებს თუ მეტი წყალი ექნებათ, უფრო ენერგიულებიც იქნებიან. სამაგიეროდ ლომებს გაუჭირდებათ თავიანთი ჩასაფრების უნარის გამოყენება, რადგან მათი ოქროსფერი შეფერილობა მწვანე ფერს კარგად არ ერწყმის. ამან შეიძლება ლომებს ნადირობის დროს პრობლემებიც შეუქმნას. მათ ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით მოუწევს, რომ უფრო კარგი გახდნენ ჩასაფრებაში. მაგრამ აქ ჩნდება კიდევ რამდენიმე კითხვა. მაგალითად, რაზე ინადირებდნენ ლომები ამაზონში, ვისთან მოუწევდათ კონკურენცია და დაემუქრებოდათ თუ არა რამე რეალური საფრთხე. აქ არ არიან ისეთი ცხოველები, როგორებიც არიან ჟირაფები ან ზებრები. სამაგიეროდ ლომი ძალიან მარტივად მოინადირებდა ისეთ ცხოველს, როგორიცაა მაგალითად კაპიბარა. ამ საყვარელ და მეგობრულ ცხოველზე ალბათ ვერ წარმოიდგენდით, რომ 70 კილო იზრდება.
მოკლედ ამის გარდა არის რამდენიმე ვარიანტი. გარეული ტახი დაახლოებით 90 კილოგრამის გარშემო მერყეობს და ლომს მის დამარცხებას არ გაუჭირდებოდა. მაგრამ ლომისთვის ყველაზე მსუყე საკვები აქ იქნებოდა ტაპირი. ეს არის ამაზონში მცხოვრები ძუძუმწოვარი, რომელიც 150-დან 300 კილომდე იწონის. ეს ცხოველი ძირითადად ღამე გამოდის გარეთ და ლომისთვის საკმაოდ მარტივი მსხვერპლი იქნებოდა. ლომი რეპტილიებსა და ქვეწარმავლებსაც ჭამს. მაგრამ ამაზონში ისეთი გველებიც არიან, რომ მსხვერპლს ნამდვილად ვერ დაუძახებთ მათ. მაგალითად, მწვანე ანაკონდა სიგრძეში 9.1 მეტრი იზრდება და დაახლოებით 250 კილოგრამს იწონის მაქსიმუმ. დიდი ალბათობით ასე დგოს ნებისმიერი ლომი გაერიდებოდა, რადგან მასზე თავდასხმა კარგი იდეა ნამდვილად არაა. მოდით ახლა შევხვდეთ კიდევ რამდენიმე ცხოველს, რომელსაც ლომი უნდა აერიდოს ამაზონში. თავარი საფრთხე ამ ჯუნგლებში მაინც ამაზონის მდინარეა. აქ ცხოვრობდნენ 2.4 სანტიმეტრის სიგრძის ელექტროგველთეულზები, ხარისებრი ზუგენები, რომლებიც წონაში 90-დან 116 კილოგრამამდე მერყეობენ და მრავალი სხვა ცხოველიც. მოკლედ, ლომებს ამაზონში მეტი წყალი ექნებოდათ, მაგრამ ამ წყლის დასალევად მეტი რისკის გაღებაც მოუწევდათ. ამაზონის ჯუნგლში გვხვდება კიდევ ერთი რეპტილია. საუბარია შავ კაიმანზე, რომელიც ნიანგს საკმაოდ წააგავს. კაიმანი სიგრძეში 5-დან 6 მეტრამდე იზრდება და 450 კილოგრამს აჭარბებს. დიდი ალბათობით ასეთი ზომის რეპტილიას ნებისმიერი ლომი გაერიდებოდა. მაგრამ ხმელეთზე, რა თქმა უნდა, ლომებს საკმაოდ სოლიდური შანსი აქვთ მასთან. რა თქმა უნდა, უნდა დაგვაუწეს იაგუარი. კატა, რომელიც თითქმის მთელ ამაზონის ტერიტორიაზე ცხოვრობს. იაგუარი ლომთან შედარებით ზომით ბევრად უფრო პატარაა, მაგრამ ის ამაზონში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. მათი თანაცხოვრების შემთხვევაში ვფიქრობ, რომ იაგუარი ლომისთვის დიდი პრობლემა არ იქნებოდა. იქით შეიძლებოდა ლომს იაგუარისთვის ნანადირევიც კი წაერთმია. ლოგიკურად, თუ იაგუარი ლომზე სუსტია და მას შეუძლია ამაზონში ცხოვრება, წესით ლომსაც უნდა შეეძლოს. იმ ყველაფრიდან გამომდინარე, დღევანდელ ვიდეოში განვიხილეთ, ვფიქრობ, რომ ლომები რო დაგვესახლებინა ამაზონში, დიდი ალბათობით იქაც მალე გამეფდებოდნენ. რა თქმა უნდა, თავიდან გაუჭირდებოდათ და რამდენიმე ადაპტაციის გავლა მოუწევდათ, მაგრამ მე მგონია, რომ ამას შეძლებდნენ. მეტიც ასეთი ადაპტაცია ლომებს უკვე გაუვლიეთ და ამის მაგალითია ატლასის ანუ ბერბერული ლომის ღვიძლის ზომა.